დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ? კვირა დღის მადლი ხალხო. რა შვებით, როგორ ხართ? ხო ხართ? კარგად ემზადებით ალბათ უკვე ხვალინდელი დღისთვის, ანუ სამსახურებისათვის ზოგი რა თქმა უნდა დღესაც მუშაობთ. მე ვისვენებ, თუ ამას დასვენება ქვია სახლში გადარბენით რო აკეთებ ყველაფერს ვისვენებ. რა შვებით ხალხო? რა ხდება? ქვეყანაზე. მე ვეღარაფერს ვიგებ ისე დროს მივდივარ და მოვდივარ. დღეს უნდა გავაკეთო განყუთვა საჩუქრის, იმიტომ რომ ორი კვირა ვერ გავაკეთე. ჩემი ძალიან დიდი სიცხეების და ცუდატყოფნის გამო. დღეს ცოტა დამილაგდა სახე. დილით შხაპმა ცოტა გამომიყვანა სიმართლე გითხრათ, რომ ვიბანავე ცოტა გამოვედი, მაგრამ გონი ისევ შევდივარ იმ გრიპებში, არ ვიცი ჯერ ვნახოთ. ჩემი ქმარი ხედავდეს ახლა ყურძეს როჭავ გამწარებული. მიხარია რომ არ იწვიმა, სარეს ხიქნებ გავაშრო დღეს. ყავამდე ყურძენი დიდად არ მსიამოვნებს, მაგრამ რაღაცა გრილი მინდოდა აშკარად. გოგოებო, ამაზე იყო ფასდაკლება. ურში რო ურევია. თეთრი ალპენგოლდი, რცისფერი. ორნამენტში. ხოდა ვიყიდე და რაღა დაგიმალოთ და ძალიან მიყვარს თეთრიც. ნუ იმ მეორე მწვანეს სხვა გემო აქვს და სხვა რაღაცა მოაქვს, მაგრამ ესეც ძალიან მიყვარს. მაღლა მამაშემ სახლში არ იყო. ვეძახე. ვერ გავაგონე. ტოვაგარეთ გავიდა. რაღაც მინდოდა მეკითხა, გავკივდი გიჟივ. სახლში არ. მარიკლავას არ მეირთმევს. კი, საყვარელო დილამშვიდობის. დილამშვიდობის და მოკლედ სკოლები დაიწყო და არის უკვე ერთი ამბავი. მშობლები შეიკრიბნენ სკოლებთან და ითხოვენ, რომ დილის სმენებად გადაკეთდეს ის ზოგი 2-ზე რო იწყებს და ზოგი 3-ზე სკოლას. სკოლებს ადგილი არ აქვთ, რომ აღარ იყოს მეორე სმენა და არის ერთი გამიში გამატარე. რაღა დაგიმალოთ და მეც მაწუხებს ეგ საკითხი, იმიტომ რომ ორ წელს უკვე მარიკოს სკოლაში უნდა მივიდე, ძალიან სწრაფად გადის ხალხო, რომ არც მჯერ ეხა ამას რომ ვამბობ. ბატონო სიცოცხლე. როცა გაიწევი სკოლაში კი, სიყვარულო, მოდი მოგეფერო და მე გავაგრძელოთ. რა დრო დადგა? საჭმელი გამიმზადეო. ტელეფონს მაგ. გამარჯობათ, მეგობრებო. სადმოს.
სიყვარულზე მეტი შევუწევთ ჩვენს გოგოს აწუნი მინდა მოვიტანო მაწვეს გავაკეთოთ შუა დღეს კაცოს ხელი კიდე დამეწყოთ კივილები გავგიშდები და გეფიცებით გავგიშდები კიდე თუ კივილები დამეწყო ხელის შენ რა გიხეთქავს თავს შვილოებს ე გამაგებინა სიყვარულზე მეტი ბავშვი დაწვენებს მიიხდეს სახში კიდევ არ ვაძალებ ხოლმე რომ არ იქნება წვენები ჭაბოს კიდევ ეს კილი მეწოდა ის კიდედი რა თქმა უნდა შენ რაც გინდა იმას მithme დღეს აუცილებლად თან დიახ ეს ფაფარი აღებდა სიყვარულზე მეტი დარარარი დამეწყო ყელისეთ კივილი ვაიმე ხალხო ეხა ხლათას ავიღებ თუ არა თვის ბოლოს ეგრევე ულაპარაკოთ იმოდიტეთის სწავლები დავიყიდო ანუ ამ თვეში სწავლებში და კაი დახავდა წაფითეს იმიტომ რომ არ არსებობს რა ანუ ძალიან სუსტი ვარ აღმოვჩნდი უკაცრავად თურმე და მივაშველოთ იმუნიტეტის სწავლები ჯერ არ ვიცი რომელი მაგრამ ვიკითხავ აი მე როგორცაც ვსვამდი ბოთლებში რო იყო ისეც ვიკითხავ და ხვდებიან ახლა რომელზეც ვამბობ მედია ესე იგი ახლა სკოლაზე რა ხდება გოგოებო მშობლებს აქვთ პრობლემა იმაზე რომ მათ დაყავდათ შვილები ცეკვაზე, ხატვაზე, რა ვიცი, სხვადასხვა წრეებზე დღის მეორე ნახევარში. და სკოლები რო დაიწყო და არის მეორე სმენა ბავშვი ფიზიკურად ვეღარ ივლის ვერც ერთ წრეზე, რადგან, დღის მეორე ნახევარშია და ბავშვი იწყებს დღის მეორე ნახევარში სწავლას. ამასთან ერთად კიდევ ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა რაც არის ის რომ დედებმა მუშაობა შეწყვიტეს, იმიტომ რომ ისე დროს იწყება სკოლა და ისე დროს მთავრდება, რომ ვერანაირად ვეღარ უხერხდებათ მშობლებს ნახევარ განაკვეთზე მაინც მინიმუმ რომ გავიდნენ და იმუშაონ და თქვენიც ითხოვ ეხლა რომ ადამიანი რომელიც არ მუშაობს ძალიან რთულია ჩვენს რეალობაში ერთი ადამიანის ხელფასი რომ დღესდღეობით არაფერს არ ნიშნავს ეს ჩვენ კარგად ვიცით და არაფერში რო არ ყოფნის ოჯახს ეხლა თუ 5000 აქვს ხელფასი კი ბატონო მაგრამ მოკვდავებზე მაქვს საუბარი და არის ერთი ამბავი სკოლებთან და ნეტად ხო ვიძახი აქამდე ყოფილიყო ეს ძალიან დიდი ამბავი ესეთი შეხვედრები პროტესტის ნიშნად სკოლაში აღარ უშვებენ ბავშვებს იმიტომ რომ ანუ აი მაგალითად მე-10 სკოლა ხალხო რამდენი ხანია შენდება მე-10 სკოლა ჩემთან ახალოკაში ცოტა იქით არის რა ეხლა ნახეთ რა პრობლემაა ანუ რა სანამ შენებლობას დაიწყებდნენ ძალიან დიდხანს იყო გაჩერებული არაფერი დააგრეს და იყო გადასწორებული იმდენად დიდხანს ხალხო რავი ბალახი ამოვიდა ჯეჯილი ყვაო და კაცი შვილი არ კიდებდა ხელს და მერე დაიწყეს კაი ხნის მერე დაიწყეს აშენება ეს ბავშვები რომლებიც მე-10 სკოლაში სწავლობენ გადაანაწილეს წერეთელზე სადღაც სკოლებში
კიდევ კარგი რომ იქამდე მეათე სკოლამდე შენ თუნდა მიხვიდე და მე ემსახურებათ ტრანსპორტი ბავშვებს რომ ძალიან რთულია ეგეც კი რომ აქედან უწევთ ბავშვებს წერეთელზე წასვლა ეს მშობლები ვერ მუშაობენ ხალხო მე რა რომ ტრანსპორტი ემსახურება ვერ მუშაობენ წრეებზე ვეღარ დადიან ბავშვები და ეს არის დიდი პრობლემა ზოგი სად არის გადასროლილი ზოგი სად იქიდან ვერ ასწრებს ბავშვი იქ მისვლას ძალიან რთულია ეხლა დარწმუნებული ვარ მეც უკვე მარიკოს მიყვანის დრო რო იქნება მარიკოსაც დიდი ალბათობით მეორე სმენა მოუწევს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი სწავლობს ჩემს სკოლაშიც და ფიზიკურად ვერაფრით ვერ მოუხერხდებათ რომ პირველ სმენაში ჩაჯდეს მარიკო აი უბრალოდ ნახავთ ზუსტად ვიცი რომ ეგ ამბავი მელისმეც და რო გინდა რომ სადმე ატარო ბავშვი ნურას უკაცრავად სად უნდა ატარო და ვერცად ვერ ატარებ ისე დროს უმთავრდება ბავშვს მერე სკოლა ისე დროს ეწყება და მერე ისე დროს უმთავრდება ძალიან დიდი პროტესტებია და მშობლები ამბობენ რომ ბავშვი იყო ძალიან წარმატებული თავის ასაკში რა ასაკშიც არის რაღაცა ზოგი ცურვაზე დაყავდათ ზოგი ფეხბურთზე დაყავდათ და ბავშვს უნგრევ მომავალს იმიტომ რომ ვეღარ დადის ის ბავშვი მე ეს ბავშვი ნერვიულობს რომ გამოიყვანეს ცეკვიდან გამოიყვანეს ცურვიდან გამოიყვანეს აქედან გამოიყვანეს იქიდან ანუ ჯერ რამდენად ვანგრევთ ჩვენ ბავშვის ფსიქოლოგიას რომ ეს ყველაფერი ჩავუხსენით და მორჩა სკოლა სახლი დამთავრდა ბავშვის ესე იგი ყველაფერი რითიც უხაროდა ბავშვს რომ აი იქ და იქ კონცერტი ქონდა თუ რა ქონდა და პროცესით სიამოვნებას იღებდა ეგ ყველაფერი დაუსრულდა და ახლა წიგნი სახლში წიგნი მერე ანუ მორჩა ბავშვის ყველაფერი ამით სრულდება მოკლედ რა თქმა უნდა ეს მშობელს არ ენდომება ხალხო ამდენხანს უნდა ამოიღო თქო ხმავიძახი ამდენხანს უნდა ყოფილიყო ძალიან დიდი ამბავი ამაზე რომ არ შეიძლება რა მეორე სმენა ხალხო რომელსაც ამთავრებენ უბრალოდ აი ზამთარში ხან ბნელა ხოლმე ლამის ბავშვები რომ მოყავთ მშობლებს აი როგორ უნდა გაამტყუნო როგორ და რა ნამუსით უნდა გაამტყუნო მშობელი რომ გამოხატავს პროტესტს ხალხივე სამსახურებიდან წამოვიდა ხალხო იმიტომ რომ რა უქნან ამ ბავშვებს სამსახურიდან წამოვედიო ინტერვიუ იყო ერთი ქალბატონი სამსახურიდან წამოვედიო და ვინ მირჩენს ოჯახს მაინტერესებსო მეო ვინ რა ქნას იმ დედამ რა გააკეთო სკოლაში არ ატაროს ბავშვი ანუ ხო აი სკოლაში ხო იაროს ბავშვმა არ ატაროს ეგეც ხოლსაშუალო პრობლემაა ბავშვი სკოლაში არ ივლეს ნუ ხა რა სისულელია ხო არ არის საკმარისი სკოლები არ არის გადაჭედილია ხალხო თბილისი ყველა მხრიდან ჩამოსულები ყველა მხრიდან სამეგრელო გინდა სვანეთი გინდა ის გინდა ეს ყველა კუთხის ხალხი ერთად ვართ და არ ყოფნის ეს სკოლები ბატონო დაამატეთ ააშენეთ სადაც რამე დაინგრა კორპუსი რო წამომიჭიმეთ ერთი სკოლა ჩაგედგათ ხო შეიძლებოდა არ ვიცი ვიღაც ქალბატონი ამბობდა სკოლა დაანგრესო ველოდებით აშენებასო და მე რო ბინების გაყიდვა რო დაიწყეს მაშინ მივხვდით რომ კორპუსი აშენდა და რატო კი მესმის რომ ბევრ ფულს შოულობთ კაცო მაგრამ რა გააკეთოს იმ შობელმა ანუ შენ ბევრი ფული იშოვო არა უშავს კაცო და ვიძახდით მეათე სკოლაც არ აშენდეს კორპუსი გული გვისკდებოდა მაგრამ სკოლა ანუ რა ვიცი სკოლა წერია იმაში და იმედია რომ მართლა სკოლაა და მანდაც არ წამომიჭიმეს იქ რა ქვია კორპუსი უბრალოდ მანდ ალბათ ვეღარ წამოჭიმავენ იმიტომ რომ ძალიან ცოტა სკოლაა ნახალოვკაში ყველა სკოლა დანგრეულია ხალხო და რა თქმა უნდა ბევრი სმენებია ყველა სკოლა დანგრეულია აი ნახალოვკაში ერთი ჩემი სკოლა არის რომელიც არ არის დანგრეული და კიდე რომელია არ ვიცი მე გონი აღარ არის და ერთია თუ არ ვცდები რაღაცა იქით თუ დაინგრა ისიც არ ვიცი მილიონ წელი ეგ თარ გამივილია და მე მგონი ეგეც დაინგრა თუ არა ეგ არის ხო კაი ორი სკოლა ეყოფა ვემას რა ქვია რანაირად როგორ გადანაწილებული სხვადასხვა სკოლებში და ეხა ერთ სკოლაზე ამდენი ადამიანი რო არის თავისთავად ორი სმენაც იქნება და სამი სმენაც
მაგრამ რა ქნან ბავშვებმა, რა ქნან მშობლებმა, რა ქნან. აი არ ვიცი ეს დედები ისე იდგნენ, აი გული დამეწვა ხალხო, რომ აი რა გავაკეთოთ. პასუხს თხოვდნენ რა გავაკეთოთ, გაგვაგებინეთო, აგვიხსენითო, გვასწავლეთო, რა გავაკეთოთო და პასუხი არავის არ ქონდა. რა თქმა უნდა ვერ ექნებოდა პასუხი ვერავის. იმიტომ რომ შეუძლებელია ამ პირობებში მოხდეს ბავშვის განვითარება. ვერ მარტო ის არ არის ხალხო წიგნი იკითხოს და 1+2 და 3 და 4 და 5 ითვალოს. არა, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია ცეკვაზე რო დაყავდა მის მშობელს. ისიც მნიშვნელოვანია ხატვაზე რო დადიოდა, ისიც ასეც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვერსად ვეღარ დაყავთ. და ვისაც დაყავს ხალხო მოდიან სახლში ღამის 11-ზე, იმიტომ რომ პედაგოგებმაც უკვე დაიწყეს ძალიან გვიან რეპეტიციების ჩატარება რაღაცა ზოგი ჯგუფებისთვის, იმიტომ რომ ისინი ფულს კარგავენ ახლა ბავშვები რო აღარ მისდიან, ხო და იძულებულები არიან ღამის 9 საათზე ჩანიშნონ, რა ქვია, თუნდაც ცეკვის რეპეტიცია, სხვა გზა აღარ აქვთ. ანუ ყველა ერთ ბოდიში რა, მაგარ ნეხში ვართ. მაგარში უკვე აიქ კი არ არის აქ. იმაზე აღარ ვლაპარაკობ განათლების სისტემა, რომ უკაცრავად ყარს განათლების სისტემა არ გაგვაჩნია ქვეყანას და ტყუილად თავს ნუ მოვიტყუებთ ეხლა რომ აი ჩვენ რო განათლების სისტემა გვაქვს. დავიწყოთ იქიდან რომ ჩვენ სისტემა საერთოდ არ გვაქვს და არა მხოლოდ განათლების, მაგრამ ნუ განათლების სისტემა არ გვაქვს. შევთანხმდეთ, რომ არ გვაქვს. რა მოთხრობები შევიდა და გენიოსების ნაწარმოებები ამოიღეთ, თქვენ უნდა მსოებო. გენიოსების, რაზეც გავიზარდეთ, რაც სამაგიდო წიგნად გვაქვს, როგორც ცხოვრებაში. ეგ ყველაფერი ამოიღეთ, მაგაზე მნიშვნელოვანი რა ჩასვით. ვიღაც ახალი გამომცხვარი მწერლების რაღაცები რომ ჩამისვი და ბავშვი საერთოდ ვერ იგებს რა არის. მე ვერ ვიგებ ბავშვმა როგორ უნდა გაიგოს, არ მინდა. ეს არ არის განათლება, ეს არ არის სწორი მიდგომა. ბიჭო, რაები ამოიღეთ, თქვენ უნდა მოსოებო, რაები იკადრეთ. გაგიჟებულები არიან ეს მაღალი კლასის მშობლები, რომ ნუ აღმერთი არ გწამთო, ანუ რა ნამუსი ყოფნიდათო, რომ გენიალურ ნაწარმოებებს ამაზე კარგი რა ჩასვითო. მეც მაინტერესებს ამაზე კარგი რა ნაწარმოებები შევიდა. ბოლო ერთ კვირაში იწყებთ წიგნების გამოცემას და პროგრამის გადაცემას, რომ რა ისწავლება? ეს რა არის? სად ვართ? რატომ ვართ ამ დღეში? ქვეყანა ვინ უნდა აშენოს? მე, შენ, იმან, ვის ველოდებით, რომ დადგება პრეზიდენტი და ჰოპ, ქვეყანა მოწესრიგდა? ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ ხალხო, ჩვენ. იმას რომ თავისი საქმე აგე კიდე სხვა თემა აღარ მაინტერესებს უკვე ეგ მაგის მოწესრიგებული, მაგრამ ჩვენ რაღაცები ხო უნდა ვაკეთოთ. არ უნდა ვაკეთოთ. აი უბრალოდ მართლა არ მესმის. ის რომ მაგალითად უნდა გადახვიდე იმ ადგილას, სადაც არის საფეხმავლო გადასასვლელი და შენ შუქნიშანთან კი არ გადადიხარ და არც ისეთ ადგილას, სადაც უსაფრთხოა. გაჩერებულიც კი არ არის მოძრაობა, გარბი ხარ და ერთი წუთი რა გავივლი შუა ტრასაზე. მიცკევიჩთან ხალხო გიჟურ მოძრაობაში გადადის ხალხი როგორ იცი და ერთი წუთი რა შენ გელოდო, ჯერ მე უნდა გადავიდე. ეს უწესრიგობა ხო ჩვენი ბრალია. დაგიყენეს შუქნიშანი და ამაზე უნდა გაჩერდე, ამაზე უნდა გაიარო, მაგრამ არ ვემორჩილებით. ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ. ეს ხო ქაოსი იწვევს. ეს ხო იწვევს საფრთხეს იმის, რომ შედეგენერატო შევა შენ მოკვდე და შენ სიკვდილში აი ეს იქნება დამნაშავე, რომელსაც თავისი გზა ქონდა და შენ გადაჭერი, იმიტომ რომ აი ეგრე გინდოდა. რაღაცები ჩვენ ხომ და ვაკეთოთ, ჩვენი გასაკეთებელი უნდა ვაკეთოთ ხალხო. მარიკო ფრთხილად. არ ვიცი, აი გაგიჟებული ვარ დედას გეფიცებით. რა დონემდე ვართ, აი არეულები. აი რაც იმათი გასაკეთებია და არ აკეთებენ, გავიგე, მაგრამ რა ჩვენ მაინც გავაკეთოთ, კაცო.
ჩვენ აი ევროპაში იცი როგორ არის ისე ვერ გადახვალ და უი მართლა შენს კი დგას შუქნიშანი მაგრამ რა ვიცი აბა როცა გინდა სადაც გინდა იგადადიხარ იმ დღეს მიფაფახებდა ვიღაცა ხალი მიდრო კომპლით გული კინაღამ გაგვისკდა ვინც აქეთ ვიდექით სად მიდიხარ კიოდით მობრუნდი გიჟებივით მოქროდნენ მანქანები თავის გზაზე სხვათა შორის და მე იქნეს უგინებები ისმოდა აგინებდნენ ამ ქალს რომ კინაღამ გაგიტანე ქალოსად გადადიხარ და ეს ჩვენც ხომ გვაქვს წვლილი შესატანი ამ ყველაფერში ხო დიახაც უნდა ამოვიღოთ ხმა იმაზე რომ არ გვინდა მეორე სმენები პირველი კლასი მე აი დაწყებით რანაირად ხალხო ტვინი როდის მუშაობს ყველაზე სწორად და როდის ხარ ყველაზე პროდუქტიული დღის პირველ ნახევარში და მე ვიწყებ პირობითად სკოლას დღის მეორე ნახევარში და გეხვეწები რისი ტვინი გადაღლილი ბავშვი რომ მიდის სკოლაში ის არ არის ესეთი პროდუქტიული ის ვერ იქნება ასეთი პროდუქტიული ვერანაირად ვერ იქნება იმის არ იყოს სტუდენტები კაცო გაგიჟებული ვარ ჩემი ბიძაშვილის გოგოს ერთი ლექცია ქონდა 9:30-ზე თუ 9-მდე ესე მეორე ქონდა 3-ის რაღაცაზე და მესამე ქონდა საღამოს 8-ზე წავიდა დილით მოვიდა სახლში მერე წავიდა ისევ მოვიდა სახლში და წავიდა ისევ ღამე ლექციაზე ხალხო როგორ სთხოვ მერე სტუდენტს რომ იყოს პროდუქტიული რანაირად სთხოვ რომ იყოს პროდუქტიული აი მითხარით რა არ ვიცი რა გოშველება ჩვენ არ ვიცი ამ სისტემას რა ეშველება ეს საერთოდ რა მიდგომა მე ვერ გავიგე ღამის 9-10 საათზე ლექციები ვერ გავიგე მეც მქონდა ოღონდ წამოდი სახში წავედი არა დილიდან მეწყებოდა და მოვდიოდი გვიან ეგრე კიდე უნდათ სტუდენტებს კარგი იყოსო მაგრამ დარბიან ხალხო ერთი ლექცია რო აქვს 9 საათზე და მეორე ღამის 9:30-ზე ანუ სად წავიდეს კაფეშიც კი ვერ იჯდები ხო ამდენ ხას უნდა მოხვიდე სახში უკვე უნდა წახვიდე ანუ ქაოსში ვართ და ეს ქაოსი არ სრულდება ოღონდ შევა ხალხო გავანიავე და მივკეტე იმიტომ რომ ესე ვარ არ მინდა ეს ყურცები და რატოჭა რაღაცა ის მინდა ჟაბი კი არა აი რაღაცა მინდა და ვერ გავიგე არ ვიცი დედასვიცა ვარ თუ მოიპოვება ადამიანი ვინც მეტყვის რომ ჩვენ იცი როგორი გამართული ის გვაქვს რა ქვია განათლების აი მაგას თუ ვინმე მეტყვის აი უბრალოდ არ ვიცი მე გთხოვთ რომ უბრალოდ ვრცლად დაგვიწეროთ როგორია გამართული განათლების სისტემა იმიტომ რომ მე მაგალითად ასე არ მგონია და თუ იმეს გგონიათ გთხოვთ რომ დაწეროთ ეგ ამბავი, იმიტომ რომ მეც ძალიან მაინტერესებს რას ეძახით გამართულ განათლების სისტემას. იმაზე აღარაფერს ვამბობ გაიდლაინები რომ არის ბაღებში, ანუ რაც ჩვენ წლების წინ უკვე გავიარეთ ჩემთან ბაღში იგივეს გადაღეჭვა მიმდინარეობს, ოღონდ რაღაცები შეცვალეს. მე მაგალითად რაღაცებს არც ვეთანხმები, თუმცა, ასეა. და ვიცი, ვიღაცა მიფიქრა და მოიფიქრა, რომ აი პირობითად გეუბნებით, ხომ უნდა დაიყოს სივრცეებად პირობითად, მოსასვენებელი სივრცე, კუბურები, ციგნიერების სივრცე, ხელოვნების სივრცე და ასე შემდეგ. და ბავშვებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ერთდროულად ისაც სად უნდა იქ დაკავდეს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მიუშვა ჯგუფი ყველა სივრცეში, რამდენი ადამიანი უნდა იყოს ჯგუფში, რომ ყველას მიაქციოს ყურადღება. ეს იქნება უდიდესი ქაოსი.
რომელსაც 4 პედაგოგი მაინც ჭირდება, რომ თითო სივრცესთან იყოს, რომ არ მოხდეს რაღაცა კატასტროფა. არ არის ხალხო ეგრე. მე არ ვიცი ხო ვირაებს წერთ. ვინ რატო წერს. მაგრამ რა თქმა უნდა არის ხოლმე საათი, როცა ვისაც რა უნდა იმას იხებ, ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ეგ წლების წინდან ერგილა და ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ მუდმივ რეჟიმში ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ. რომ ერთდროულად მოხდეს ბავშვების გაშვება, ვისაც უნდა. მაშინ უნდა უზრუნველყო მინიმუმ 4 იჯდეს ან 3 პედაგოგი ჯგუფში. და არა 2. მაგის გარდა უამრავი რაღაცებია ხალხო, რასაც არ ვეთანხმები უბრალოდ, რას ვისაუბრთ, თორე არ ვეთანხმები ბევრ ამას. მაგალითად არ ვეთანხმები, რომ 3 კვირა შეუძლია მშობელს ჯგუფში გეჯდეს. ბავშვს რომ მოიყვანს. 3 კვირა. ჩემი აზრით ბავშვი მეტად ვეღარ მოიჩვევ, იმიტომ რომ მას იმედი აქვს, რომ იგუზის დედა, ძიზა, მამა, ბები არ აქვს მნიშვნელობა. ბევრი რაღაცები ინერგება, მოკლედ. მთავარია, რომ ეხა ამაში ფულს შოულობენ, ამ რაღაცების დანერგვაში და მე შენ უნდა შეასრულო. ისევე როგორც სკოლებში არის ისეთი რაღაცები, რაც შუქში მაგდებს და პედაგოგებსაც აგდებს და იძახიან, რომ ვინ გამოდით, რომელმა დაწერეთ. ძალიან დიდი ქაოსია. ძალიან დიდი ქაოსია განათლების სისტემაში, რომელსაც ალბათ, რა ვიცი, სიშვილება ვერ გეტყვით. არ ვიცი. 15 წუთი მაინც უნდა მოხდეს ბავშვის დილის წრეს რო ეძახიან, რომ გააცნო ბავშვს დღის გეგმა. ეხლა ნახე, მე მყავს ბაგა. ბაგას მომდევნო ჯგუფი უბრალოდ, რომელიც არის დიდი ბაგა. ანუ ბაგა. და ასევე მყავს მეორე ჯგუფი, ცოტა დიდები, რომელიც მეორე ნახევარში ვარ და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ. ბაგასთვის რა რთულია ეს ჩემს სიგრძე რაღაცეები. ბაგა. ეს ხომ არ არის 15 წლის ადამიანი ბაგა. და ამიტომ ვიძახი, რომ რაღაცეები უნდა იყოს გამარტივებული. რაღაცეები. ოღონდ ეს მხოლოდ ბაღს არ შეეხება, ეს შეეხება სკოლასაც. აი არ ვიცი. ვინც ამას წერს ამ ყველაფერს, ან თვითონ ბავშვი არ ყოფილა, პირდაპირ თვითონ დაიწყო ცხოვრება, ან უბრალოდ არ ვიცი. რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცები არის ისეთი, რაც არის ძალიან კარგი, განსავითარებელი და ეს არის ძალიან ადაპტირებული და ახლა კი არ დავიწყეთ ხა ეგენი რომ მოგვაშველეს წლები ასე ვაკეთებთ ისედაც, მაგრამ ვითომ ახალია და დანერგილი, მაგრამ რაღაცები არის, რასაც ვერ ვეთანხმები, ანუ ჩემი შინაგანი მე არ ეთანხმება. არ ეთანხმება ნამდვილად და მომგალით თუ გინდათ. არ ვიცი მართლა ამ საკითხში რა გვეშველება. ჯერ ზოგადად რა გვეშველება არ ვიცი და ამ საკითხში რა გვეშველება უფრო არ ვიცი. აუ ისეთი ნისლია გოგოებო, რომ დღეს გვექნება წარღვნა. ჩათვალეთ რომ დღეს იქნება წარღვნა და იმედია რომ იქამდე სარეცხს გავაშრობთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს. ჩემ ბავშვი მეძახს იტყვის კვანციკ, ვაიმე. იტენი ვიცი ხალხო. და ეს პატარები რომ დადავენ, კაითა, ვაიმე, აი უსაყვარლესები არიან, აი მათით რო იკვებები ეგეთი ადამიანები არიან რა პატარები ზოგადად. და ეზოში რო გავდა მარიკო და მინახავს ხოლმე და მორბის, ანუ აი არ ვიცი.
რო გამოვიყვანთო და არ ხარო თვალებით გეძებსო ესეო რომ სად არის დედიკო. ბაღში მინდა ხალხო მისვლა რომ მარიკო რო წამოვიყვანე ჩობელმა მომწერა ნომერი რომ პედაგოგ მოგთხოვთ რომ დაურეკოთო. როდის გადავიდე? აი უბრალოდ მითხარით როდის გადავიდე? ვერ დავაგვიანებ სამსახურში და 8-ზე ვარ სახლში. როდის გადავიდე? აი მითხარით. ტელეფონი თუ მოვაგვარებ, რომ ანუ აღარ ივლის მანდ. დროებით თუ როგორ არ ვიცი, მაგრამ უკვე აღარ ივლის. აუცილებლად გაგიზიარებთ კარატის გაკვეთილსაც. ფორმა პედაგოგმა აჩუქა კარატის და როგორ ვერ დაინახეო გოგო როეცვა და ვერ დავინახე, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც გაკვეთილი გქონდა და ვერ დავინახე მოკლედ. და ეხლა რომ იქნებათ დამიძახებენ რომ ჩააცმებენ. აი შეიძლება გადავირიო ეს რომ კარატის ფორმაში დავინახო. ნუ აი მხელაროა დიჟდები. რა არის დე? კაცი საუზმა იმით რაც უნდოდა. იმიტომ რომ ისედაც მთელი დღე იღებს იმას ასდიათ არ უნდა ბახში ავტომ. სახლში ვუსრულებ ის რაც უნდა რომ ის მიირთვას. რთულია ამით წამოყვანა ყოველ დღე მით უმეტეს ახლა იწყება სუდია მითები. მაგრამ მისთვის ასია უკეთესი. დიდი მადლობა რომ მიყურეთ. ძალიან მიხარია რომ ადევნებთ თვალს. ყოველ დღე რა თქმა უნდა ვერ ვდებ ხოლმე ხშირად ყოველ დღე. დღე გამოშვებით მიწევს ხოლმე ფაქტობრივად ხშირ შემთხვევაში დადება, მაგრამ არა უშავს. დიდი მადლობა თქვენ ყველას.